მე მინდა სამდივნოს ვთხოვო ერთ-ერთი შინდისელი გმირის რომან ზოიძის ძმა ბატონი ფრიდონ ზოიძე შემოაცილოს დარბაზში თუ შეიძლება. მოგესალმებით ბატონო ფრიდონ, გთხოვთ მოგძანდეთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. დაბრძანდით თუ შეიძლება ბატონო ფრიდონ პროცედურული საკითხი ამოვწუროთ და შემდეგ შევუდგეთ გასაუბრებას. ბატონო ფრიდონ, ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, რომ კომისიის წინაშე განზრახ სრულ ახსნა განმარტების მოცემა ასევე პასუხზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლის წესით და ამის შესახებ რომ თქვენთვის ცნობილია, გთხოვთ წინამდებარე დოკუმენტს, თქვენს წინ არის ეს დოკუმენტი, მოაწეროთ ხელი. კომისიის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის განმარტავ, რომ ბატონი ფრიდონ ზოიძე არის დიდი სტაჟის მქონე და სამუშაო გამოცდილების მქონე მესაზღვრე, ის იცავს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, იცავდა ყოველთვის და დღემდე ემსახურება სამშობლოს თავად. მადლობა თქვენ ამისთვის და გარდა ამისა ბატონმა ფრიდონმა სამდივნოს მოაწოდა მისი წიგნები, ის იმავდროულად წერს. ეს არის პოეზია, მხატვრული ნაწარმოებები, 2 წიგნია წარმოდგენილი, რომელიც არა მხოლოდ დეპუტატებისთვის, ასევე ჯარისკაცებისთვისაც ძალიან საინტერესოა, როგორც მე ვიცი, საჯარისო შენაერთებშიც არაერთხელ არის გავრცელებული. მადლობა თქვენ ამ ყველა საქმიანობისთვის და რაც მთავარია მობრძანებისთვის. მე მინდა ხელისუფლების სახელით ასევე თქვენს მშობლებს გადავუხადო მადლობა და ყველა შინდისელი გმირის მშობელს ვუთხრა მადლობა გმირების აღზრდისთვის, რომელთაც რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკებაში აჩვენეს თავგანწირვის, ქართველი კაცის და ჯარისკაცის მორიგი თავგანწირვის მაგალითი და შეეწირნენ საქართველოს კეთილდღეობისა და მთლიანობისთვის ბრძოლას. ბატონო ფრიდონ, თქვენ თუ შეიძლება ასე რომ ვიმუშაოთ თუ შევთანხმდებით, რომ 10-15 წუთის განმავლობაში ან რამდენსაც ჩათვლით ამ ფარგლებში საჭიროდ თავისუფალი თხრობის რეჟიმში რომ მოგვახსენოთ მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და მით უფრო ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ახალგაზრდა თაობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის რომ მოყვეთ ქრონოლოგიურად რას ნიშნავს და რა არის, რას გულისხმობთ ჩვენ როცა ვამბობთ შინდისის გმირობა, როგორ განვითარდა მოვლენები და რასთან ჰქონდა საქმე და შემდეგ დავსვამთ კითხვებს და კითხვებზე რომ გაგვცეთ პასუხი. გისმენთ. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ რომ არსებობთ და რომ შექმნით ეს კომისია და ეს ემსახურება საქართველოს ინტერესებს პირველ რიგში და სიმართლეს ემსახურება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ. ასევე ჩემი მოწვევისთვის მადლობა მინდა მოგიხადოთ. ვისარგებლო მინდა შემთხვევით და ბატონს ოზარს მინდა პირადად გადავცეთ ჩემგან მადლობა, რამე თუ 2007 წლის 7 ნოემბერს გახდით სტუდენტი, დაუპირისპირდით წინამთავრობის მოძალადე რეჟიმს, დაგვარბიეს სტუდენტები და შემდეგ გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ უნივერსიტეტიდან გარიცხვას და შემდეგ სერტიფიცირების სამსახურს გადაეცა ჩვენი დიპლომები, არაფრის დიდებით არ გვაძლევდნენ დიპლომებს, აკადემიური მოსწრების, ესე იგი წიგნაკებს და ასე შემდეგ და ბატონს ოზარმა ძალიან სერიოზული ლომის წილი შეიტანა, რომ ჩვენ ახლა დიპლომირებული თაობა ყოფილიყავით იმ დროს. ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. დიახ, რაც შეეხება, ესე იგი თქვენი წინამორბედი ხელისუფლების დროს გატარებულ რეპრესიებს ყველგან და ყველაფერში. ყველა სტრუქტურულ, ესე იგი
დარგში. მოკლედ ესე იგი მნიშვნელობა რა აქვს იმ კეზერაშვილს კონკრეტულად პოლიციის ფორმა ეცმებოდა, სამხედრო ფორმა ეცმებოდა, ან არ ეცმებოდა თუ ასე შემდეგ. ეს ადამიანები სტრუქტურულად ესე მიზანმიმართულად ეწეოდნენ როგორც ბიზნესების, ასევე ჯარისკაცების, თანამშრომლების, პოლიციელების და სხვადასხვა მოქალაქეების ესე იგი მიმართ სერიოზულ ზეწოლას და ძალადობას, რამე თუ რაიმე სახის უსამართლობას თუ ვინმე გამოთქონდა კონკრეტულ აზრს, ეს იყო მათთვის ესე იგი აბსოლუტური მტერი. ტრადაღიქვავდნენ იმ ადამიანებს, არ უნდათ განსხვავებული აზრის მოსმენა, არ უნდათ ესე იგი ადამიანებს რაიმე სახის კონკრეტული აზრი გამოეთქვათ და იმ ადამიანებს ესე იგი მივიდოდნენ მამასთან, დააშანტაჟებდნენ რომ შვილს დაგიჭერთ, მივიდოდნენ შვილთან დააშანტაჟებდნენ რომ მამას დაიჭერთ. ხო. ესე იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე გადავალ უშუალოდ და მე ამ ხნის განმავლობაში 2007 წლის 7 ნოემბრიდან დღემდე ყოველ დღეს ვიბრძვი და ვიღწვი იმისთვის რომ საზოგადოების და უფრო მეტწილად ახალგაზრდობის იმ ნაწილმა, რომლებიც მაგ პერიოდში იყვნენ შედარებით პატარები და ბევრ რამეს ვერ იაზრებდნენ, მივაწვინო ხმა და ნორმალურად ესე იგი ფაქტებით ლოგიკური ახსნებით დავარწმუნო ეს ახალგაზრდა ზოგიერთი ახალგაზრდა რასთან ქონდა საქმე ჩვენ თაობას და რა გამოვიარეთ ჩვენ. ხო. მოკლედ ესე იგი ჩემი ღრმარწმენით ეს ადამიანები ვინც მაგ დროს რაღაცა როლი მოირგო მთავრობის სხვადასხვა სამინისტროებში და ასე შემდეგ, ზოგი სამხედრო გახდა, მე ვიღაცა განათლების მინისტრი გახდა თითქოს, ახლა ნიკა გვარამია საერთოდ სულ სხვა ჟანრშია, მოკლედ რაღაცა მრავალმხრივი ეშმაკის სახეებია რა. ესე თვითონ ეს ყველა ნაციონალური, კოლექტიური, ნაციონალური მოძრაობა. ხო, შეიძლება და მაგალითად უცბად კეზერაშვილი გამხდარიყო განათლების მინისტრი, საერთოდ შეეცვალა გეზი და ნიკა გვარამია გამხდარიყო მაგალითად ეს არ იყო მათთვის პრობლემა. აი არ არსებობდა მაგათთვის პროფესიონალიზმი, არ არსებობდა მაგათთვის რაღაც კონკრეტული რაღაც მიმართულება, რომ აი მე მაგალითად არ შემიძლია ვიყო დურგალი. მაგრამ თუ მეტყვიან რომ აი შენ უნდა იყო დურგალი, ვიტყვი რომ ვიქნები დურგალი, ასე არ არის რა. ყველა ადამიანს თავისი პროფესია აქვს, თავისი დიპლომი აქვს, თავისი განათლება აქვს, თავისი ესე იგი სოფლმხედველობა აქვს და ამ დარგის მიხედვით უნდა იმუშაოს და თავისი პროფესიონალიზმი უნდა განამტკიცოს პრაქტიკაში და ასე შემდეგ. ხო. ესე იგი 2008 წლის აგვისტოს ომი საერთოდ აი როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო, რასთან მქონდა საქმე აბსოლუტურად ეს ხალხისთვისაც გაუგება იყო და მოულოდნელობებით აღსავსე. აი უცბად მოწმენდილ ცაზე გამოჩნდა რაღაცა ღრუბელი და გამოიძახეს ეს ბიჭები და სპეციალურად დანაყოფებიდან, ბრიგადებიდან ისეთი კონტინგენტები შეარჩიეს, ვისაც ჰქონდა შედარებით ნაკლები გამოცდილება. და მანამდე კიდე უზარმაზარი ორგანიზაცია გაკეთდა, მე მახსოვს 2005-6 წელში ვიმსახურე სავალდებულო ჯარში, სპოტაშორის გორში ვიმსახურე, უფლისციხე 22 წმინდა წყალზე. მან ესე იგი ოქროაშვილი დადიოდა ავტომატით სანადიროთ ბატონი ირაკლი ოქროაშვილი ელემენტალურ რაღაცა სისულელეზე ციუ გაუბახში ეს ავტოახში უშვებდა ჯარისკაცებს მიდიოდა ჯარისკაცების შეურაცხყოფა გინება ესე იგი საერთოდ ადამიანებად არ თვლიდნენ არავის აბსოლუტურად ნადირობდა შემოდიოდა რაღაცა ღამე დათვრებოდნენ ისროდნენ საშინელი ქაოსი და ამბავი იყო გნებავთ თამარაშენში გნებავთ სერტში გნებავთ კარფში მოქონდათ იქ რაღაცა დატვირთული ესე იგი ეს უაქციზო სიგარეტები თუ რაღაცა კონტრაბანდა ამოვიხეთყვიდან ხარ რაღაცა იქ სერიოზულ რაღაცებს პროვოკაციებს აკეთებდნენ იქიდან წამოსული რა წამოყრიდნენ ღამე რაღაცაც გაგვიშვებდნენ მოგვიყვანდნენ სველი წვიმაში იმაში და საერთოდ აბსოლუტურად თავი ბოლო ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდებოდა იმ ჯარში ისე დავამტავრე ესე იგი მოკლედ ის სავალდებულო სამსახური მინდოდა გაგრძელება რა თქმა უნდა საკონტრაქტო სამსახურში სავალდებულოდან მე გადავედი წყანისში მე სასწავლო ცენტრი სადაც ბატონი ალექსანდრე კიკნაძე იყო სასწავლო ცენტრის უფროსი პოლკოვნიკი ბატონი ალექსანდრე
ხო და შემდეგ იქაც ისეთი ქაოსი და რაღაცები დავინახე და ესე მე იქ რაღაცა ერთმანეთში ჩხუბი მოვუვიდათ იქ არ მახსოვს ზუსტად ახლა ვის შორის იყო ესე მე დაიშალა ჩვენი სახში გაგვიშვეს აბსოლუტურად დაგირეკავთო და არაფერი და შემდეგ მე მაინც გავაგზავნე სამხედრო ხაზით და სასაზღვრო პოლიციაში დავიწყე სამსახური 2008 წლის 15 მაისიდან ამ პერიოდში ჩემი ძმა უკვე სავალდებულო ჯარში იყო გაწვეული და რაღაცა რამდენიმე თვის შემდეგ შეეძლოთ რომ გადასულიყვნენ საკონტრაქტო სამსახურზე, გაევლოთ სპეციალური სწავლება, სულ რაღაცა 15-20 დღე იყო კწანესის საწვრთნელ ბაზაზე და გადავიდნენ საკონტრაქტო სამსახურზე. ახლა ბიჭები მე ვეუბნებოდი რა ჩემს ძმას რომ მეთქი აი სენაკი შორია რა ჩვენ მარნეულში ვცხოვრობდით ეს ქვემო ქართლში შულავერში და აქედან იქ როგორი ვილი რაღაცა აქ ერთად ხო არ დაგვეწყო არა იქ ისეთი ბიჭები მყავსო ალექსანდრე ონიანს ახსენებდა ხშირად ისეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს რაღაცა იქით აქეთ რაღაცა მაგრამ ძალიან ისეთი ის არისო რა რეჟიმიო რა მაგრამ მაინც უნდა გავიტანოთ და თან ესე იმაშვრებოდნენ რა ეს ბიჭები ერთმანეთში მეგობრობდნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ეს შეიკრა ესეთი რაღაც გუნდი შიგნით ამ ქართული ის იყო ეს ამათი დამსახურება არ იყო ეს იყო თვითონ ერთმანეთის ქართული გული და სული რა ხო და ეს ბიჭები ერთად წავიდნენ გადავიდნენ კონტრაქტზე სენაკის მეორე ბრიგადი გადავიდნენ კონტრაქტში კონკრეტულ ესე იგი ბატალიონებში და ასეულებში და ასე შემდეგ გადანაწილდნენ ხო და მე მაისიდან ივნისი რაღაცა მეოთხე თვეს დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები დაიწყო და ესე იგი რაღაცა როგორი სიტუაციაა რაღაცა არანაირი კოორდინირება აი აუცილებლად არაპროფესიონალი მართავდა მაგ სიტუაციას რა მე ვიხელმძღვანელი ახლა ესე იგი ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონი უჩა გუგუჩიას მიერ მოთხრობილ ამბავს რომელიც ქალბატონ ეთერ ზაქარიაძემ დაწერა, რომელსაც დაარქვა ღალატი, აქ არის აღნიშნული ის ომის ქრონიკა და ესე იგი წარმოუდგენლად ესე იგი ის არის რა. უჩა გუგუჩია ვინ არის რომ ახსნათ? უჩა გუგუჩია არის ერთ-ერთი შინდისის ბრძოლის მონაწილე, რომელიც გადარჩა, რომელიც გადარჩა და ამჟამად იმყოფება საფრანგეთში ემიგრაციაში რა. მისი მონათხრობის შესახებ არის ეს წიგნი. იმედი მაქვს ამას კომისიას დაუტოვებთ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ეს კომისიის თქვენთვის არის ეს წიგნი გამოგადგება აუცილებლად იქ ძალიან ბევრი კონკრეტული გვარებია ნახსენები და ეს უკვე თქვენი კომპეტენციაა რომ შემდეგ ამას გადახედოთ უკეთესად გაიაროთ. თქვენ ეს წიგნი წაკითხული გაქვთ რა საკვირველია. ეს წიგნი რა თქმა უნდა წაკითხული. და დასათაურება არის ღალატი. ეს თვითონ უჩა გუგუჩიას ღალატზე ვისაუბროთ რა თუ შეიძლება. რატომ ქვია ღალატი რომ წაიკითხეთ? თვითონ გუგუჩია ამბობს რომ ღალატთან ქონდა საქმეო? თვიახ თვითონ. რომელ წელს არის ეს წიგნი გამოცემული? ეხლა ხანს გამოიცა 2025 წლის 2025 წელს. დიდი ხანია დაწერილია და ეხლა მიეცა ამას დღის სინათლე რომ გამოვიდეს და ბატონი უჩა გუგუჩიას ესეთი თხოვნაც არის რომ თუ მაგალითად ტელეხიდით მოხდება ჩართვა რაღაც გარკვეულ დეტალებსაც კი ბატონო ძალიან დიდი ინტერესით. ერთი სიტყვით ახლა ღალატს რაც შეეხება ღალატი დაიწყო 2023 წლიდან რაჟამსაც ეს ტანსარო ბატონი მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა 3 წელს 23-ში თუ 2003 წელს გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე იქიდან დაიწყო ღალატი უფრო დიდი ღალატი ვიდრე როდესმე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოფილა ეს თავიდანვე იყო ეს მე მგონი ესე იგი გაწერილი რაღაცნაირ თითქოს ისე მიდიოდა ესე დომინოს პრინციპით ჩვენი ქვეყნის უბედურება რა 2012 წლამდე დომინოს ეს თითქოს გაწერილი იყო რა ესე სპონტანურად არ მოხდება ის კონკრეტული რაღაც აფეთქებები დეტალები და შიდა არეულობა და ესეთი ძალადობის ფაქტები და ასე შემდეგ ის რაც ბევრი რამე მოხდა სხვათა შორის ბევრი მკვლელობა როგორც ციხეებში ისე ჯარში მოხდა ძალიან სერიოზული ბევრი დანაშაულებები ამბოხი ხროვანის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ჯარისკაცები იყვნენ ძალიან ესე იგი დათრგუნულები რა. წინასწარ წაგებულ ომში ჩაება ეს ადამიანები, იმიტომ რომ ეს ჯარი არ იყო იმ დონეზე მოწოდებული ამათ გამო. თორე რას ლაპარაკობ ქართველი ჯარისკაცი თუ
თუ გინდა არ მოამზადო მთლიანად ამ მხოლოდ ერთი უბრალო კალაშნიკოვის სროლა ასწავლო, ის თავისი სულით, გულით, გენეტიკით ისე იომებს და ისე იბრძოლებს, რომ იმხელა სავალალო შედეგები არ ექნებოდა, მაგრამ როცა შედიხარ შენ საომარ სიტუაციაში და იქ უკვე იწყებ ესე იგი ყვირილს და უკვე ბრძოლაში ჩართულ მებრძოლების გინებას და ჭხუბს, ეს არის ასაული რაღაცა რა. თქვენ რას ამბობთ, რომ ომის დროს დემორალიზაციას ეწეოდნენ პოლიტიკოსები? შეგნებულად აქ თვითონ სადაც იყვნენ და სადაც დაიბომბა პოზიციები, იმ პოზიციებიდან როცა გავიდა და რამდენიმე სერიოზული დანაკლისი ჰქონდა უკვე, ესე იგი ქართულ შენაერთს 250 კაციან შენაერთს, რატომ გამოხვედით, ვინ გითხრათო ბატონ კეზერაშვილის, ესე იგი ღრიალი იყო იქ, ესე იგი ერთი ამბავი და ისევ იმ ადგილზე, ისევ იმ სისხლის ტბორში დააბრუნეს ბიჭები. ისევ თავიდან დააბრუნეს და თავიდან იყო ესე იგი ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მახე და მეთაურის მანქანა, ანუ ჩვენ ესე იგი რომელ ამბავს ყვებით ახლა უკვე დააზუსტეთ? უკვე ეს ეპიზოდია, როცა ესე იგი ცხინვალის მისადგომებთან არის ეს კონკრეტული შენაერთი. რომელი შენაერთი? სენაკის მეორე ბრიგადა არის ერთ-ერთი ბატალიონი არის მისადგომებთან. სადაც არის თქვენი ძმა? სადაც იქ საინჟინრო ასეულის შემადგენლობაში, სადაც არის ჩემი ძმა, სადაც იმყოფება ონიანი და ეს შინდისის გმირის დანარჩენი წევრები რა. და კიდევ სხვა შერეული ქვედანაყოფები. ამაზე ამბობთ, რომ მიაბრუნა კეზერაშვილმა? მიაბრუნა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ესე იგი რომელ ადგილას? ეს იყო ყელქცეულა ავნევის ერთ-ერთი სკოლის თუ რაღაცა მიტოვებული სახლის, ეს იყო სარდაფი, სადაც იყო ჩვენი ბიჭები განლაგებული რა. რომელიც ამ წიგნში არის, ესე იგი უფრო ხატულად მოთხრობილი. ხო და ახლა რაზეა აქ საუბარი, რაც შეიძლება მეტი საკრალური მსხვერპლი უნდა ყოფილიყო აი ამ 5 დღიანი ომის პერიოდში. ჯარიდან. რა გათქმევინებთ ამას? ამას ის მათქმევინებს და ამას ის კარნახობს, რა ჩემი არათუ ინტუიცია, არამედ ეს ყველაფერი ნათლად ჩანს და ყველა ლოგიკურ ძაბს მაგასთან მივყავართ. იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ამუნიცია, რაც შეიძლება მეტი იარაღი დაიკარგებოდა, რაც შეიძლება მეტი ჯავშანტრანსპორტიორი გაქრებოდა და აფეთქდებოდა, რაც შეიძლება მეტი პიკაპი, ჯიპი, რაც შეიძლება მეტი ტექნიკა და სამხედრო ესე იგი აღჭურვილობა დაიკარგებოდა, მით უფრო მეტი თანხები იქნებოდა ჩამოწერილი. მით უფრო მეტი თანხები და ომი ყველაფერს ჩამოწერს პრინციპი ჰქონდა. ასეთი პრინციპია ეს, მაგათი ესეთი პრინციპი ომი ყველაფერს ჩამოწერს და გაათეთრებდნენ უზარმაზარ თანხებს. ამას ფიქრობთ თქვენ? ამას ვფიქრობ მე და ამიტომ ჭირდებოდათ ბევრი ესე იგი მსხვერპლი საკრალური თქვენი ძმის ისტორია რომ გვიამბოთ? დიახ, ჩემი ძმის ისტორიას მოგიყვებით, ესე იგი 20 წლის ასაკში ერთ თვიანი რაღაცა თუ 70 დღიანი არ ვიცი, კურსი გავლილი აქვს ადამიანს, აბსოლუტურად გამოუცდელია სამხედრო ჟანრისთვის და ბრძოლისთვის ასე შემდეგ. ესე იგი მიყავთ ესე იგი ისეთ ცხელ წერტილში და ესე რაღაცა წრეზე დაატარებენ იმ ცხინვალის შიგნით, ესენი კიდე მეთაურები, ბატონი ყურაშვილი, ბატონი ზაზაგოგავა და კიდე დანარჩენი ბრიგადის მეთაურები, აი რაღაცა დაბრუნებული ჯიპებით, დაცვებით და რაღაცებით ესე პისტოლეტებით დადიან, მივლენ ეხლა დაბაშედარებით დაბალი რანგის ოფიცერთან დაუსვამენ დავალებას, ისევ გადიან, რაღაცა ისეთ ფონს ქმნიან, რაღაცა ესეთ, რომ ვითომ ვიღაცა ურეკავს, ვითომ ვიღაცა ამერიკელი ელაპარაკება, ვითომ რაღაცა ხალხს თქვენ საიდან იცით? უშუალოდ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? საიდან გაქვთ ეს? თქვენი ვარაუდია თუ ნანახი გაქვთ? არ არის ვარაუდი, პირადი საუბრებიდან ძალიან ბევრი ვეტერანია, რომელიც მე პირადად ვიცნობ და რომლებიც მაგომში იმყოფებოდნენ და გადარჩნენ და ჩამოვიდნენ და აი ესეთი რაღაც დადგმული. ბატონო ფრიდონ, თქვენ ამ ვეტერანებთან ურთიერთობები რატომ გქონდათ? ძმა რომ არ დაბრუნდა თქვენი საბრძოლო მოქმედებებიდან, შემდეგ დაიწყეთ ამ ამბების გამორკვევა? სანამ დნმ-ის ანალიზი დასტურდებოდა, ძალიან ბევრი ჯარისკაცს, ძალიან ბევრი ბრიგადის ესე იგი წარმომადგენლებს, ვინც ჩემ ძმას ცნობდა, იმასთანაც პირადად დავდიოდი, მასთან მივდიოდი ცხონებულ კალმახელიძესთან
ვიყავი არაერთხელ და ველაპარაკე იყო ასევე ასეთი გვარის ესე იგი მათი თანამონაწილე იყო ბატონი ცანავა მაქვს ასევე უჩა გუგუჩიასთან ესე იგი საუბარი იყო ასევე ჩავჩიძე ძალიან ბევრი გვარები მახსოვს რა ერთ-ერთი თქვენ ამდენ ადამიანს რო ესაუბრებით და აი 2025 წელს გამოცემული წიგნიც ხელთ გაქვთ და ამას კითხულობთ რას იკვლევთ რას ეძებთ თითქოს ყველაფერი არის ზედაპირზე. მე მაქვს ამ ყველაფერთან ერთად კითხვები, რომ აი, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის თავიდან აცილება. რატომ არ არიან ახლა ეს ბიჭები ცოცხლები? და მე ასეთი უფლება მაქვს ესეთი რიტორიკული კითხვა დავსვა და მოუწოდე ასევე იმ დანარჩენ ჩემს გარდა, ჩემი ოჯახის გარდა დანარჩენ 16 შინდისის გმირის ოჯახს. რომ აი ხომ არ გასაგებია კაცო ესენი 2 და 10 გმირები არიან რამე თუ ისეთი მხედართმთავრობის ხელში იყვნენ და აი ასეთი დაგეგმარებით და ესეთი რაღაცა უაზრო შესრულებით და ემეებით გამოირჩეოდნენ ამ ომის პერიოდში მაგრამ ეხლა ხო შეიძლებოდა მაგალითად ამ ყველაფრის თავიდან აცილება. რატომ არ არიან ის ბიჭები სახლში? რატომ არ არიან ის ადამიანები თავიანთ ოჯახებში? აი, რაღაც კითხვები ხო არსებობს? თქვენ მშობლებს აქვთ ეს კითხვა? ეს კითხვები რა თქმა უნდა აქვთ ჩემ მშობლებს. რომ აი მაინც და მაინც ისე როგორ მოხდა, რომ აი ეს ამდენი ადამიანი ასეთ 5 დღიან, ასე იგი, საბრძოლო დაპირისპირებაში აი ესე გაიწირა. გაიწირა თქვენ თვლით რომ თქვენი გმირი ძმა გაიწირა ესენი გაწირეს და ესე ჩააბეს ომში სპეციალურად აი წეღან რო ახსენე ზუსტად იმის გამო რომ მეტი საკრალური მსხვერპლი ჭირდებოდათ ამ ადამიანებს თქვენ არ ხართ შორს პროფესიიდან გამომდინარე დიახ ასე ვთქვათ თუ ომში არ მიგიღიათ მონაწილეობა და ღმერთმა გარიდოთ ყოველ შემთხვევაში მეზობელი მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენელი ხართ და სამშობლოს დაცვა არის თქვენი პროფესია დღესაც. დიახ. გარდა იმისა, რომ ქართველი თქვენს თქვით რომ ფათაშორის დავაპირე, მაგრამ მე შემდეგ უკან მოგვაბრუნეს. მოგაბრუნეს და არ შეგიწყვეს ხელი რომ ჯარში ჩარიცხულიყავით ეს მოვისმინეთ. შესაბამისად თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა გაეკეთებინა ან პოლიტიკურ ხელისუფლებას ან სამხედრო ხელმძღვანელობას იმისთვის რომ შინდისში თქვენი ძმა არ დაღუპულიყო. რაში ადანაშაულებთ და ბატონი ირაკლი გააგრძელებს ჩემ აზრს. დიახ. ეხლა ზოგადად მთელი ომის ყველა პერიპეტიას რო არ შევეხოთ, ანუ როგორც ცნობილია ეს შინდისის ბრძოლა მოხდა მას შემდეგ, რაც უკვე სამშვიდობო ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ხელშეკრულება იყო უკვე დადებული. დიახ. ანუ ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტა უკვე მიღწეული იყო. დიახ. მაგრამ არსებობს ხოლმე ესეთი ინციდენტები, რომ შეწყვეტილია, მაგრამ სადღაც ბოლომდე არ. ანუ აი ეს დეტალი თუ იცით თქვენ, აი თავარი თემა ეს არის. შეიძლებოდა ამ დროს მიღწეულიყო ისეთი კომუნიკაცია მოწინააღმდეგე მხარესთან, ანაკედან ისეთი დახმარება სხვა საჯარისო ფორმირების მიშველებით, რომ ეს ტრაგედია იქ მოკლედ ესე არ განვითარებულიყო, ვითარება ან პოლიტიკური და სამხედრო ჩარევით, ან საბრძოლო ჩარევით განმუხტულიყო. ისეც არის, რომ დამატებით ძალას რო დაინახავს მოწინააღმდეგე, ხედავს და გადის იქიდან. ან სამხედროებს შორის კომუნიკაცია უკვე სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული ან პოლიტიკოსებს შორის კომუნიკაცია, რომ აი ინციდენტი აქ წარმოიშვა და შევაჩეროთ. აი ეს დეტალი მინდა რომ თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან ხედვა ამასთან დაკავშირებით. ცხადია ეს ყველაფერი იყო შესაძლებელი, ოღონდ იქ რაღაცა შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი. ოღონდ როგორ შერჩევით სამართალს ადგილი. ეხლა იქ ვინც ცხინვალის რეგიონში ამ კონკრეტულ სოფლებში რამდენი დაჭრილებიც რო ხო გამოიყვანეს და ესე იგი ზოგი მიცვალებული ზოგი ვინც დარჭა გადაჯგუფდნენ ისინი ხო და რაღაც ერთი კონკრეტული ადგილი ანუ სტრატეგიული ადგილი დაიჭირეს და ამ ადამიანებს ფიქრობენ რომ აი სადღაც აქეთ ჩემგან ხელმარჯვნივ ხელმარცხნივ არსებობს კონკრეტული დანაყოფი და ეს მათ იცოდნენ ვაშლისჯვრის სპეცრაზმი არსებობდა მაშინ ესე იგი ერთ-ერთი ზურგის გამამაგრებელი აი ამ შინდისის გმირების თან პოზიცია
სიტუაციასთან ახლოს. მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად მოულოდნელად სადღაც ღამის საათებში 10-დან თუ ასე შემდეგ ეს უცბად გაიყვანეს იქიდან სულ შეუფერხებლად და უპრობლემოდ და ეს ადამიანები თითქოს დაავიწყდა ყველას ვერავინ ვერ გამოიყვანა იქიდან და მეთაურის ესე იგი პიკაპი როცა გამოვიდაო ასე ყვებიან რა ეს ბიჭები როცა გავიდაო ჩვენ გვეგონა იქ მეთაური ზის თუმცა იქ მეთაური საერთოდ არ ზის და შემდეგ როცა ეს პიკაპი რომელიც გამოდიოდა პირველი აფეთქდა იმ ჩასაბრებაში სადაც მოყვა ჩინდისში რა პირველი აფეთქდა და ესენი ღამიდან ალბათ დილამდე ელოდებოდნენ ბრძანებას რომ აი ჩვენ რა გავაკეთოთ ან ისა გამოვიდეთ თუ გავაგრძელოთ ბრძოლა თუ აი ბრძანებას ელოდებოდნენ და იქ იმ ადგილას იყვნენ ესენი და ზემოდან დატრიალებდა მოკლედ ესე იგი ავიაბომბდამშენები რომლებიც ესე იგი წერტილოვან დარტყმებს უკეთებდნენ და ასე შემდეგ და ამათი მომკითხველი არავინ არ იყო და მე ბოლოს როცა გამოვიდნენ შინდისში და დაბანაკებას როცა აპირებდნენ ეს ბიჭები და შემდეგ უკვე ალტერნატიული გზების მოძებნას როგორ გამოეღწიათ თავის სამშვიდობოზე აი ამ შემთხვევაში ესე იგი თეთრი ლენტებითო და ქართული დროშითო როგორც ესე იგი ყვებიან ეს ბატონი უჩა და ასე შემდეგ ბიჭები მოუწყეს ეგეთი რაღაცა ჩასაფრება რომელიც ფიქრობდნენ რომ ვითომ თითქოს ქართველები არიან მე მგონი ჩვენები ხო არ არიან და აი ამ დაბნეულობამ გამოიწვია და როგორც კი პირველი გაისროლეს იმ იქიდან ტანკიდან მოხდა პირველი კოლონაში პირველი მანქანის დაბომბვა შემდეგ ქაოსი იყო გადმოხდნენ ბიჭები მანქანებიდან ვინც შეძლოდა იქიდან თავი გამოაღწია ვინც ეგრეთ წოდებულ ფარდას აკეთებდა რომ გადაეკეტათ ესე იგი ეს მონაკვეთი უკან დახევა რომ ესე იგი უზრუნველყო აი ამ 17 ადამიანში იყო ერთ-ერთი ჩემი ძმა და შემდეგ ბოლოს როცა ბოლო ეპიზოდი ის იყო რომ ალექსანდრე ონიანმა არ მიატოვა ჩემი დაჭრილი ძმა და გმირულად გახსნა ხელყუმბარა და თავი აიფეთქა აცხონოს ღმერთმა ძალიან ძიმეა ჩემი ძმის და ნიშნის გმირებზე საუბარი მაგრამ რა ვიცი რთულია უბრალოდ რა ერთი შეკითხვა დაზუსტებისათვის ამ წიგნში ხო არ არის აღწერილი როგორც ცნობილი არის ანუ ზოგადად კავშირის საშუალება არსებობდა იმიტომ არის რომ მობილურითაც რეკავდნენ ზოგიერთები ზოგიერთ მომენტში ხო ზოგიერთ მომენტში იყო კავშირის საშუალება და ანუ არის ის ძალიან ისეთი სტიკივე ონიანი თავის მოზღვარს ველაპარაკება რომ ხო და ანუ სამხედრო ხელმძღვანელობასთან არ ქონიათ კავშირი აი ამ პერიოდში თქვენ ხო არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სამხედრო ხელმძღვანელობა ახლა ბრიგადის სამხედრო ხელმძღვანელობა რა თქმა უნდა ასრულებდა გენშტაბის დავალებას და მის ბრძანებებს ასრულებდნენ უშუალოდ ეს ზემდგომი პირები რა მაღალი რანგის ჩინოვნიკები შემდეგ როცა იმ გარკვეულ ეპიზოდებში სამწუხაროდ ის ადამიანები რადგანაც იქიდან იმ კონკრეტული საცეცხლე წერტილებიდან იქ არ იყვნენ ახლოს რა თავიდან რაღაცა შედიოდნენ იქ რაღაცა იყო ვითომ ჩართულობა ესეთი თვალის რომ ბიჭებს გული მიეცათ რა აი აქ ავართ და რაღაცა ხო მაგრამ შემდეგ უცებ რაღაცნაირად კრებოდნენ თითქოს გამოდიოდნენ ისევ ბრუნდებოდნენ ისევ რაღაცა ესეთი მანევრირებებს აკეთებდნენ ეგენი აქაც არის მოთხრობილი და მეც ბევრ ადგილზე დავაზუსტე რა კონკრეტულად რომ აი ესე იყო ეს ყველაფერი თვითონ არ იღებდნენ მონაწილეობას ძალიან სერიოზულ საბრძოლო მოქმედებებში და აომებდნენ დაბალი რანგის ოფიცრებს, ჯარისკაცებს, სერჟანტებს და კაპრალებს. ბატონი თენგიზი. მოგესალმებით. მადლობთ მობრძანებისათვის. მადლობა. ვიცი რომ რთულია ამის გახსენება თქვენთვის, მაგრამ ამისთვის არის ეს კომისია რომ გავიხსენოთ. დიახ. ეს საქართველოს მომავალს სჭირდება. ესე იგი თქვენი მონათხრობიდან თუ გავიგე და სწორად თუ გავიგე ამ ქვედანაყოფის რომელიც შემდეგ გაანადგურა მტერმა და გმირული წინამდებობა გაუწიოს ჩვენმა ბიჭებმა წინა დღეს მათ ფლანგებზე და ზურგში იმყოფებოდა სხვა საჯარისო ფორმირებები ჩვენი
ანუ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ ესე იგი კონკრეტულ დანაყოფებს და სპეცრაზმის უფრო სადაც უფრო მაგალითად ეს არამხოლოდ ესე იგი საკონტრაქტო დანაყოფი და ოცეულები და ასე შემდეგ. პრიორიტეტი მიანიჭეს იმ დანაყოფებს სპეცრაზმის დანიშნულების დანაყოფებს და ესენი ამათ არა. ასე გებია. ეხლა ჩემი კითხვის არცი რაშია. ანუ ამ შინდისებმა ჩვენმა გმირებმა იცოდნენ რომ მათ ფლანგებზე და ზურგში იმყოფებოდა ქართული საჯარისო ფორმირები. შემდგომში მათ ფლანგზე მყოფ სამხედრო დანაყოფებსაც და ზურგში მყოფ დანაყოფსაც მოძდით ბრძანება რომ დატოვონ საბრძოლო თეატრი ასე. და ამათ არ მოძდით ასეთი ბრძანება. ამათ არ მოძდით და ამათ არციან მათი დანაყოფი ყოველგვარი ყუარის ზურგისა და ფლანგური უზრუნველყოფის გარეშე. ამან გამოიწვია მე თავარი ტრაგედია ამან გამოიწვია თავარი ტრაგედია და ეხლა მაგალითად შესაძლებელი იყო რომ რამდენიმე ჯარისკაცი გაეშვათ დაზვერვისთვის უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა ეს დაზვერვითი სამუშაოები შეესრულებინა და გაეგო ნამდვილად აბა იქ გასასვლელში სანამ სამშვიდობოზე გავიდა რამდენად იყო ტრანსპორტით შესაძლებელი გადაადგილება და რამდენად იყო ქვეითად გადაადგილების შესაძლებლობა და რა ფორმითა და რა ხერხით იმიტომ რომ გადაადგილებისა და ესე იგი გამოსვლის მრავალმხრივი ხერხი არსებობს შეიძლება კოლონა იყოს შეიძლება თითო მანქანა გავიდეს ისე ჩუმჩუმად პერიოდულად რაღაც გარკვეული დროისა და მანძილის ინტერვალით შეიძლება ერთბაშად უფრო ხელსაყრელი იყოს გასვლა და საფრთხის თავიდან აცილება მაგრამ ამას უზრუნველყოფა აუცილებლად ძირდებოდა ისეთი ხელმძღვანელისგან და ისეთი ესე იგი გამოცდილი ადამიანისგან და ჯარისკაცისგან ვინც ეს კონკრეტული სტრატეგიები იცის რა და სამწუხაროდ ეს არ მოხდა და ესე უბრალოდ შეეჩეხა სავალალოდ რა მუხანათური ეს იყო დაგებული მე ჩემი ღრმარწმენით მახე როგორც ბატონი უჩასაც მე ვეთანხმები ამაში იმიტომ რომ მეთაური მანქანაში არ იჯდა და რატომ გავიდა სხვა გნიდან და რატომ წავიდა მაგალითად შინდისის მიმართულებით ეს დანაყოფი. უნდა დავაზუსტოთ. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ მან შეგნებულად სხვა გზა არჩია ევაკუაციისთვის და მანქანა დატოვა ცარიელი, რათა მოწინააღმდეგეს გონებოდა რომ ის სხვა ადგილას იმყოფებოდა. ჯარსაც თვითონ ადგილობრივებსაც და ჯარსაც გონებოდა რომ იქ არის ის მეთაური და ჩვენ წინ მიგვიძღვის ამ გასვლის პროცესში. ხო ჯარსაც როგორნებოდა და სინამდვილეში ის იქ არ იმყოფებოდა და ევაკუაცია იყო თავისთავად გადაიჭიდნენ და გავიდა და მე შემდეგ ესე იგი როგორც ყვებიან ის ბიჭები ზოგი ძველი ვეტერანი ზოგმა მორჩა უკვე საკონტრაქტო სამსახურს ჩვენ უკვე ხაშურში ვართ მან რა გინდათო მან რა საკეთებდეთ ამდენი ხანი რატო არ გამოგვიდით ანუ ბრძანება არ მიუღიათ და მე იქით შეედავენ ხაშურში ვარ და თქვენ მან რა გინდათო ხაშურში ვარ და თქვენ მან რა გინდათ ამდენი ხანი მან რა საკეთებდო რატო არ გამოხვედით თავის დროზე ვის ბრძანებას ელოდებოდი ხო ხედავ რა ხდებოდაო ანუ ასე კი მათი დანაშაული ყოფილა რომ ბრძანების გარეშე არ დატოვეს ესე იგი მინდობილი ტერიტორია მადლობთ ასია ბატონი ილია რამდენი მებრძოლი იყო და რამდენი აი თქვენ ახსენეთ რომ უჩაგუჩია გადარჩა კიდევ ვიღაც ბიჭებს ახსენებთ რამდენი არიან ისინი ვინც ესე გამოვიდნენ ამ რეალობას შეესწრენ და ამის გახსენება შეუულიათ დღეს ესე იგი მე მახსოვს გვარები ერთ-ერთი საწყალი მწონებული კალმახელიძე გარდაიცვალა გულიშეტევით არსებობს ასეთი გვარი ცანავა სახელების სამწუხაროდ არ მახსოვს ერთი იყო ჩიტიძე რამდენი იყო რამდენი არის თქვენ ვისთანაც კავშირი გაქვთ და ურთიერთობა გაქვთ კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ამ ეტაპზე მხოლოდ ბატონ უჩასთან მაქვს რა თორე დანარჩენებთან მქონდა მე ერთი პერიოდი რაღაც კავშირი 2015 წლამდე და მე რაღაც დაიკარგენ და ვეღარაფრის დიდებით ვეღარ დავუკავშირდით რა ვერ მოვიძიე ვერსად ეს ბიჭები რომ აი ახლა სანამ მაგალითად ამ კომისიაზე მომიჯდა მე ბევრი მცდელობა მქონდა რომ სოციალური ქსელებიდან მომეძია მათი გვარები და ასე შემდეგ და სადღაც გამეგო მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხე ეს
და ერთ-ერთი ჩიტიძე იყო და იმ ფილმშიც არის აღწერილი იმ გვარებით, რომლებიც ყვებიან ეს ბიჭები იმ კონკრეტულ დეტალებს. ამ წიგნში ხო? წიგნში არა, ფილმი რომელიც გადაიღეს დოკუმენტური. დოკუმენტურ ფილმში არის აღწერილი, რომელიც ესე იგი ბატონმა ედმონ დამაშიძემ გადაიღო თავიდან. ეს მეორე ფილმი რომ გადაიღო ბატონ ესე იგი ცინცაძემ. ეგ სხვა ის არის, მხატვრული ის არის რა და დოკუმენტურ ფილმში არის მაგით გვარები ყველას. როდესაც გაიგეს რომ ეს უფროსობა იყო ხაშურში და ესენი აღმოჩნდნენ იმ რეალობაში და დაბრუნდნენ, ქონდათ უფროსობასთან შეხვედრა ამის არჩევა რატო უნდა გამოსულიყვნენ, რა ბრძანება იყო, ვინმე ვისგან შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, თუ თხოვდნენ ისინი რომ თავისი გადაწყვეტილებით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება და გამოსულიყვნენ საბრძოლო მოქმედებებიდან. ანუ უკაცრავად კიდევ გამიმეორეთ უფროსობასთან, რომლებიც ხაშურში აღმოჩნდნენ. დიახ. და ამათ აქეთ კითხეს, რომ მაგ როგორ ხართო? დიახ. ამდენი ხანია. როდესაც გამოვიდნენ, ქონდათ შეხვედრა ამ თემის გარჩევა უფროსობასთან? არა, სამწუხაროდ, მაგრამ ეგ სიტუაცია ჩვენ ვერ მოვახერხეთ. თავიდან ორი ახალად რომ ეს დადგენილი უკვე ჩემი ძმა რო არ ჩამოვიდა სახლში და ნუ ვეძებდით, ნუ ახლა თავიდან ხომ ვერ ვიფიქრეთ რომ აი ნამდვილად გარდაიცვალა, შეიძლება და ვიღაცა ტყვეთაც ჩავარდნილიყო და ჩვენ ყოველთვის კარგზე ვფიქრობდით, რა ცხადია. ხო და რაღაცა გვეგონა რომ შეიძლება ტყვეობაშია სადმე და გამოჩნდება მაშინ მაგის მერე მოხდა კიდე ტყვეობა. ტელეფონის ნომერი გავარკვიეთ იმ მეთაურის, უშუალოდ ჩემი ძმისა და იმ ბიჭების მეთაურის, საინჟინროს მეთაურის, რომლებმაც რამდენიმე ესე იგი ზარზე გვიპასუხა და მეო სხვა ხარეს ვიყავიო საერთოდ და ესენი სხვა დავალებას ასრულებდნენო და შესაბამისად ესე იგი აირიდა რა. ვინ იყო ეს გვარის სახელი ხო არ გახსოვს? გვარის სახელი მახსოვს, ესე იგი ერთ-ერთი იყო გოფოძე და ლიპარტელიანი იყო ერთი ხელმძღვანელები, ვისთანაც თქვენ ამბის გაგებას რო ცდილობდით, ხო? დიახ, ამბის გაგებას რო ცდილობდით და დედაჩემი ხან მამაჩემი ხან მე ვრეკავდი რაღაც ხან ბიძაჩემი რო კითხულობდით რომ აი სად არის რა ეს ბიჭი თავიდან რომ აი რა ადგილას არის მოკვდა, გადარჩა, დაიღუპა. როდის გაიგეთ რომ დაიღუპა ბატონ ილიას ჩავეჭერი? ესე იგი და რამდენი ხანი დაგჭირდათ რომ გეპოვათ? 11 აგვისტოს ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ გავიგეთ, სადღაც ერთი კვირის განმავლობაში მე ზუსტად მახსოვს რომ ესე იგი 18 აგვისტო იყო, როცა თუ 16 აი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ესე იგი ლოცვა კურთხევით გადმოასვენეს იმ ტერიტორიიდან ის ბიჭები რა. ხო და ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, ძალიან კარგად მახსოვს 19 აგვისტოს ვარ დაბადებული, როცა ჩამოვედით და პროჟექტურაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს პროჟექტურაში უკვე დამწვარი და მოკლედ ძალიან დასახიჩრებული გმირი ბიჭები, რომლებიც ესე იგი საძილე ტომრებში ყავდათ ჩასვენებული. მოკლედ ნუ საშინელება იყო რა ეს კადრები დღესაც არ მომდის თვალებიდან. ვეძებდი რომ იქნება ჩემი ძმა კბილებით მეცნო რომ დნმ-ის ანალიზი აღარ დადასტურება არ დაჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ესე იგი აქ როცა თბილისში კონცერტებს მართავდნენ და რაღაცა ეგრეთ წოდებულ წყალებში გამარჯვებას ზეიმობდნენ ეს ადამიანები იქით აგვისტოს ცხელ-სიცხეში ესე იგი ეყარენ და მოკლედ ესე იგი მშობლები კიდე ამხელა სერიოზულად ნერვიულობდნენ ოჯახები და მეუღლეები და ასე შემდეგ და აი თქვენ რას ამბობთ ბატონო ფრიდონ რომ შინდისელ გმირებს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა, მაშინ ვინ გადმოასვენა? ვერ არ მიხედა და არ გადმოასვენა და პატრიარქი ჩაერია საქმეში. უშუალოდ პატრიარქმა გადმოასვენა თქვენი ძმა? უშუალოდ პატრიარქმა და სამღვდელოებამ შევიდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ და გააპატიოსნეს ჩვენი ბიჭები და გადმოიყვანეს იქიდან. დიახ, შემდეგ მე ვინც ამოიცნეს ვინც იცნობოდა რა ან რაღაცა ნივთით ან მაგალითად დოკუმენტით და ასე შემდეგ ან თქვათ იმ
სპეციალური გვარით და ასე შემდეგ. კი ბატონო და ვინც ვერ ამოიცნეს და საერთოდ აბსოლუტურად ესე იგი გახსნილი იყო ესე იგი ცხედარი დნმ-ის ანალიზის დადასტურდა და დნმ-ის ანალიზებზე იყო კიდე ესეთი ამბავი 30 სექტემბერს დადასტურდა დნმ-ის ანალიზი, სადღაც დაახლოებით 20 აგვისტოდან გაკეთდა დნმ-ები რა. 20-25 აგვისტოდან ესე გაკეთდა დნმ-ები. თქვენ დაგჭირდათ ანალიზის გაკეთება, ხო? დიახ, იყვნენ ჩემი მშობლები და ჩავიდნენ და დნმ-ის ანალიზის ტესტები ჩააბარეს რა. ხო და 30 სექტემბერს დადასტურდა დნმ-ის ანალიზები, აქ თავდაცვის სამინისტროს უზნაძის მხრიდან, აკადემიის მხრიდან იყო ესეთი ერთ-ერთი ის გამოვიდა ოფიცერი ჩვეულებრივი ჯარისკაცი და სია ამოიკითხა რა, ვისი შვილი დნმ-ის ანალიზის საკმაოდ ვრცელი სია იყო რა და მეც ამ რიგში ვიდექი და ანუ ვისი შვილის და ვისი ანუ რომელი ჯარისკაცის გვარიც არ აღმოჩნდებოდა იმ დნმ-ის ანალიზს და დადასტურებ უკვე რო დადასტურდა და გარდაცვალება იმ სიაში ყველას უხარო და ესე იგი და სულ ბოლოს ჩემი ძმის სახელი ამოიკითხეს, გადმომცეს კონვერტი, სადაც ეწერა დნმ-ის ანალიზის ეგრეთ წოდებული ესეთი გრძელი კოდი რა და მხატვრის ძმათა სასაფლაოზე განისმენებსო და მე ავედი ის შევადარე მოვძებნე ჩემი ძმის საფლავი ესეთი შავი ის იყო მახსოვს რკინის მეტალის იმაზე რა ეწერა უცნობი ჯარისკაცი ესა და ეს ესეთი ნომრით რა ხო და იქიდან მე ეს მესამე სასაფლაო პირველ რიგში ჩემი ძმის აღმოჩნდა და ზუსტად იმ მომენტში ესე იგი პირველად ნახე ჩემი ძმის ასე იგი საბოლოო საცვალე. ბატონი ალეკო ტაბატაც. ბატონო ფრიდონ, თქვენ ბრძანეთ რომ ბატონო ჩასთან გაქვთ კავშირი და ჩემთვის კი ცნობილია, მაგრამ თქვენ ხوار ეტყოდით საზოგადოებას მან როგორ დააღწია თავი და როგორ გამოვიდა მაგ მდგომარეობიდან. ძიმე ისტორია. ძალიან მძიმე ისტორია, უმძიმესი. მოკლედ ესე იგი დაჭრილი თავში, ფეხში, რა ვიცი, ყველგან და აბსოლუტურად აი მე არ ვიცი რა, ალბათ ღმერთმა გადაარჩინა ეს ადამიანი და რაღაც სასწაულებრივად და შემდეგ იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივებმა იპოვეს რა, თვითონ გადავიდა ის რაღაც ტბორივით იყო იქ ჩამოსული სარწყავი ძველი სისტემის არხი და იქ გადავიდა და მე ღამე 1-2 ადამიანი თვითონაც გადაარჩინა ის ჯარისკაცები ბიჭები. ხო და იქ გვარები ყველაფერი აქ არის მოცემული. ახლა მე დეტალურად ეს გვარები კარგად ვერ დავიმახსოვრე ერთი წაკითხვით. ხო თან ახალი მიღებული მაქვს ეს წიგნი და ამიტომ რა. კი ბატონო, ბატონ უჩას ჩვენ თქვენი დახმარებით შევეხმიანებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეს ის არის ბატონო ფრიდონ რომ წესით ამდენი წლის მერე თუ ხელისუფლებას გავს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით და თუ სახელმწიფო სტრუქტურებს გავს, რასაც ვერ ვიტყვით მაშინდელ სახელმწიფო სტრუქტურებზე, როცა სააკაშვილი მართავდა ქვეყანას. წესით გმირის ოჯახის წევრს კითხვის ნიშნები და კითხვები დღემდე არ უნდა ჰქონდეს. მძიმე, მაგრამ ტრაგიკული ამბის შესახებ ყველა დეტალი ამდენი წლის მერე და პირველივე დღეებშიც უკვე უნდა ყოფილიყო ცნობილი ოჯახის წევრებისთვის. ეს ელემენტარული რამ არის, თუ კი ომი იწარმოება წესების დაცვით და არ უნდა ჭირდებოდეს ძმას თუ დედას მით უმეტეს მეთაურის ძებნა და იქით კითხვების დასმა და შემდეგ გამოძიება თუ კვლევა, რასაც როგორც ხვდებით თქვენ დღემდე აწარმოებთ იმისთვის, რომ ჩაწვდეთ სიმართლეს და გაიგოთ რა მოხდა ზუსტად იქ. თქვენ წეგან ახსენეთ სროლები და ბიჭებს ეჭვი ქონდათო ეს ჩვენები არიან თუ არ არიან. თქვენ ხომ არ გულისხმობდით იმ ეპიზოდს, სადაც საზოგადოებისთვის როგორც არის ცნობილი, ხელისუფლებამ თქვა, რომ რუსული ტანკი იყო შენიღბული ქართული დროშებით. როცა ეჭვი გაუჩნდათ ეს ჩვენები არიან თუ არა. ამასთან დაკავშირებით ხომ არ იცით
ჩატარდა თუ არა გამოძიება და რა დადგინდა, ვინ იყვნენ და რასთან ჰქონდა საქმე. მაგ პერიოდში არავითარი არანაირი გამოძიება არსად არასდროს არ ჩატარებულა. არსად არ ყოფილხართ თქვენი მშობლები დაბარებული და ერთხელ რაღაცა დაგვიძახეს ეს ახალ 2009 წელი იყო უკვე თითქმის 1 წელი იყო გასული და სადღაც დაგპატიჟეს რა ეს ოჯახები და შეგვიყვანეს და ისეთი გაწყობილი სუფრა იყო და ისეთი მუსიკები და ისეთი რაღაცა საზეიმო სიტუაცია რაღაცა ძალიან ყველა უხერხო მდგომარეობაში ჩავარდა რა. ვინ გააკეთა ეს ვინ იყო? მე მოვიდა სააკაშვილმა ერთი 5 წალი ხაჭაპური შეჭამა და წავიდა და იქ იყვნენ სხვათა შორის რა ქვია წარმომადგენლები როგორც გენერალური შტაბიდან ასევე სხვა ალბათ მაღალჩინოსნებიც იყვნენ უბრალოდ. სად გაიმართა ეს სუფრა? ერთ-ერთი რომელიღაცა რესტორანი იყო ზუსტად თბილისში? თბილისში კი. და თქვენ რაიონებიდან ჩამოგიყვანეს? ჩვენ მაშინ აქ ცხოვრობდით და კიდე ბევრი ადამიანები მანქანები გაუგზავნეს და ჩამოიყვანეს რა და ესეთი რაღაცა უბრალოდ წვეულება გაუმართეს ვითომ. ეს რაღაცა და იქ არ დასვით კითხვები? რა კითხვებიც გქონდათ? იქ ერთ-ერთს ვუსვავდით მე რაღაც გარკვეულ კონკრეტულ კითხვებს, მაგრამ იმ ადამიანებს უფრო ის ადამიანები მოწონდათ, რომ აი ვინც რო აი ვამაყობ ჩემი გმირით რაღაცა ასეთი ხალხი უფრო იმათ მეტი ყურადღება ჰქონდათ და რაიმე სახის კრიტიკული კითხვები რო გაჩენოდა ვინმეს საერთოდ ისეთი იგნორი იყო მე შემდეგ ისეთი იმ ადამიანებისგან ერთ-ერთი ქალბატონი იყო დეიდა თუ არ ვცდები სინდისი რომ პირველად ჩავედით და რაღაც მონუმენტის რომ მოიძებნა რა ეს რაღაცა ბიჭების დანატოვარი ეს ჯვარი და ასე შემდეგ და ეს ხუმბარის ნაწილები და ეს პატარა ეს ეხლაც არის ეს კუთხე ხო და ესე იგი წეული და რა სააკაშვილის კეცერაშვილის იმას დეიდა წეული და თავისი დიშვილზე ერთ-ერთი შინდისის გმირის იმაზე რა ქვია და მოკლედ ისე გაიპარეს ისე გააცილეს ეს ქალბატონი გამოიყვანეს და აწნარეს ვითომ არა და არ უნდათ რომ ეს ობიექტივში მოხვდენილიყო რა მოხვედრო და ეს კადრები რომ აი მე ვიღაცას მე კიდევ არ გაჩენოდა დამატებითი мотиваცია რომ რაღაცა გარკვეული პასუხები მოეთხოვათ რა გმირების და მათ შორის შინდისელი გმირების გმირობას თავგანწირვას ქართულ სულს ვერაფერი ვერ წაშლის მაგრამ ნებისმიერ ჩვენ სამართლის საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე შექმნილი ორგანო ვართ და ამიტომ სამართლებრივი მიმართულება გვაინტერესებს ბუნებრივია და მიზნად ვისახავთ რომ სასამართლოში ჩვენს დასკვნაზე დაყრდნობით სარჩელიც წარიმართოს. ამიტომ სამართლებრივად თუ შევხედავთ, ყველა გმირის თითოეულ წევრს აქვს უფლება ოჯახის წევრს. პირველი ინფორმაციაზე იცოდეს რა მოხდა, რის შედეგად მოხდა და რა ვითარებაში დაიღუპა, ვითარება რომლის დროსაც მოცემულმა ჯარისკაცმა გმირობის მაგალითი აჩვენა. გმირობის შემდეგ და გარდაცვალების დაღუპვის შემდეგ მას და მის უფლებამონაცვლებს მთელი რიგი უფლებები ერთვებათ. და ამ უფლებების ხელყოფის უფლება არავის არ აქვს. პირველ რიგში ეს არის ცოდნის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ. ჩემთვის არ დაგიმალავთ და ორი რამ არის დღეს ასე ვიტყვი საგანგაშო მეთქი რომ თქვენ რასაც გვიამბობთ თუ რა ვითარებაში და რის შედეგად გარდაიცვალა დაიღუპა საომარ-მოქმედებებში თქვენი ძმა თქვენივე მონაყოლიც კი ქაოტურ ვითარებას ასახავს დიახ წარმოუდგენლად ქაოტური ვითარება და მეორე რომ თქვენ დღემდე არ გაქვთ მოსვენება დღემდე ეძებთ, დღემდე წიგნებს კითხულობთ, დღემდე ეძებთ იმ პირებს, ვინც შეიძლება იყოს მოწმე და ეძებთ თითქოს იმ სიმართლეს, რომელიც გაქვთ განცდა, სუბიექტური ან ობიექტური, რომ არ იცით. ჩვენ ერთადერთი რაც ყველამ ვიცით, რომ მათ ჩაიდინეს გმირობა, მაგრამ რა იყო მანამდე, რა იყო იმ მომენტში უფრო კონკრეტულად და რა იყო შემდეგ, ეს თქვენთვის მთლად ნათელი როგორც ჩანს არ არის. რა მოლოდინი გაქვთ კომისიისგან აი ამ კითხვებთან დაკავშირებით?
მე პირველ რიგში რის გამოც აქ ვიმყოფები ეს არის რომ მე განმარტავ რომ თქვენ მოგმართეთ თქვენ თვითონ სოციალური ქსელის მეშვეობით და ითხოვეთ კომისიასთან კონტაქტი როგორც გმირის ძმამ. დიახ, ცხადია. ჩვენი ბუნებრივი და ავტომატური რეაქცია იყო რომ ჩვენ მოგისმენდით და რა მოლოდინი გაქვთ კომისიისგან? კომისიისგან მე მოლოდინი მაქვს რომ აუცილებლად ყველა ის ადამიანი იმ რეჟიმის შემოქმედი ვინც ამ ბრძანებებს გასცემდა ამ სამხედროებზე ის ადამიანი იქნება სასამართლოში დაბარებული პროკურატურაში დაბარებული უკაცრავად პროკურატურაში დაბარებული და დაკითხული აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე თვითონ გამოძიება და პროკურატურა ჩემი ღმერთმენით დაადგენს ვის რამდენი როგორ რა ვითარებაში და ასე შემდეგ და მე მაქვს მოლოდინი რომ ეს აუცილებლად მოხდება მაგრამ ამ სიტუაციას ახლა მე პირველ რიგში ვუყურებ როგორც აი პირველ ეტაპზე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე გავაკეთე ეს მომართვა თქვენს მიმართ რა კომისიის მიმართ რომ ჩემს ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს ჩემს ერსა და ჩემი ერის ამჟამინდელ მთავრობას რაღაცა პატარა მისხალი რამითი მაინც დავეხმარო უმგესმით რა რომ მე ვარ იმ წლებისა და იმ ოჯახის ერთ-ერთი მემატიანე პატარა მემატიანე რომელმაც შეიძლება რაღაცა ძალიან სერიოზული რამე ვერაფერი მაგრამ რაღაცა მცირე გარკვეული დეტალიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გამოძიების მსვლელობისას რომელიც დაეხმარება და ბევრ რაღაცას მოფენს ნათელს ხო და პირველ ეტაპზე ახლა მე როგორ ვუყურებ ამ ყველაფერს რა ეს იყო ეს 2008 წლის აგვისტოს ომი იყო აბსოლუტურად სერიოზული ესე იგი სააკაშვილისა და მისი გუნდის და მის წამოწყებული პროვოკაცია ასე მჯერამე და ასე მწამს იმიტომ რომ მაგ ადამიანებს აღარ ქონდათ არავითარი რესურსი არც პიროვნული არც სულიერი არც სხვადასხვა სამართლებრივი დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში და რაღაცა ესეთი შანტაჟი უნდა მოეწყოთ ქვეყნის ხალხისთვის რომ შემდეგ რაღაცნაირად თავი გადაერჩინათ და რა დროის ეგ არის და რა დროის მიტინგია ქვეყანა ომშია აი ამ სარჩულით შეენარჩუნებინათ შედარებით ცოტა გაეხანძლებინათ თავიანთი თავი და ანუ მოხდარიყო მათი ესე იგი 2008 წლიდან 12 წლამდე რეინკარნაცია ეს ერთი მეორე ამ მომენტში რა ჟამსაც ეს ყველაფერი რომ დაიგეგმა ხო ამ მომენტში ვინც რამე შეძლო ყველა თავისი საკბილო გამოკრახა ხელი რა იგე ვიღაცამ ფული ჩამოწერა კეზერაშვილმა იქ რაღაცა მილიონები იშოვა იქ რაღაცა გაიმაგრეს ფუძეები ზოგმა ფაქტების გადაფარვა და რაღაცა დამალვები გააკეთა ისეთი რომ მე შემდეგ ხელი შეშლო და მომდევნო მთავრობებს ამ ყველაფერში და ძალიან ბევრი საქმე ისე ჩაფარცხეს და ძალიან ბევრი ადამიანი ისე გააქრეს აბსოლუტურად საერთოდ ბრძოლის ველიდან და ძალიან ბევრი მოკლეს და ძალიან ბევრი დააშინეს ბევრს კომპრომატები დაუდეს ასე შემდეგ და აი ასე მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლე ესე იგი მაინც ბოლომდე არ დაიკარგა ანუ ვერ ეყოთ იმის შესაძლებლობა და ენერგია რომ თლიანობაში ბოლომდე რაღაცა ისე გაეკეთებინათ ვითომ არაფერი არ მოხდა და ეხლა ამას აკეთებს მათი მხარდამჭერი გუნდი რომ ვითომ ეს რა იყო ეს იყო თავდასხმა და მხოლოდ რაღაცა და ჩვენ აბა არ უნდა გვეომა და არ უნდა გვებცვლა და რამე არა და პირველ ეტაპზე მე ღრმად ჯერა და მწამს და ვაცხადე მთელი ერისა და ქვეყნის წინაშე რომ აი ამ ადამიანების შემოქმედება იყო მთლიანობაში 2008 წლის აგვისტოს ომი შეიძლებოდა ყველაფრის თავიდან აცილება ის ბიჭებიც ახლა სახლში იქნებოდნენ ცოცხლები იქნებოდნენ თავიანთ ოჯახებში იქნებოდნენ უფრო და ჯარის პატივისცემა რო იქნებოდა ოფიცრების ხელმძღვანელობის პატივისცემა რო იქნებოდა ნამდვილი ჯარისკაცული ქართული მიდგომა რო იქნებოდა ხო ისინი ძალიან სერიოზული და უფრო 1000-ჯერ მაგარი ჯარი და მაგარი არმია და მაგარი პოლიცია გვეყოლებოდა ჩვენ გასაგებია ბატონი სოზარის ჯერია შემდეგ ბატონი ილია დაუთმობთ ბატონი ილიას ბატონი ილია ბატონ ფრიდონ თქვენ ხშირად ახსენებთ რომ აცილება შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების მაგრამ ყველაფერი იყო გაკეთებული იმისთვის რომ ეს მომხდარიყო აი ხა რასაც ქრონოლოგიურად მიყვებით სურვილი იყო თუ არა ამის აცილების სურვილი არ იყო
პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ აი ეს ყველაფერი იმ ზომამდე მისულიყო, რომ სადღაც ეს ბომბი გამსკდარიყო და ომში ჩართულიყო ქვეყანა და ამას დღესაც აკეთებენ სხვათა შორის. აი ეს ლისის პერფორმანსიც ერთ-ერთი მაგის გამოვლინებაა პროვოკაციისა. ლისის ეგრეთ წოდებული პერფორმანსი, რაც რო იმ ბავშვმა იკადრა, ესაც ანალოგიო დღესაც ამას ეწევიან ამ საქმეს, რომ როგორმე საქართველოს იმ კონდიციამდე მიიყვანონ, რომ ქართულ ოცნებას, ჩვენს ხელისუფლებას დაატეხონ თავზე უბედურება და გაათანაბრონ მათ ჭკუაში ეს ორი, ესე იგი მთავრობა ერთმანეთთან. აი ამას ცდილობენ და ამას ფიქრობენ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. იმიტომ რომ ის ასეთი რაღაცა როგორ შეიძლება, რასაც ესენი პირწავარდნილი საქართველოს მტრები. დაბოღმილი პირწავარდნილი საქართველოს მტრები არიან ესენი. ამას ამბობს შინდისელი გმირის ძმა, რაც ძალიან ძიმე მოსასმენია. ბატონი ირაკლი. აი დღევანდელი ჩვენი მოსმენის დროს იკვეთება ერთი ესეთი სურათი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ან უშუალოდ პირდაპირ იყო აი ამ ტრაგიკული მოვლენების მონაწილე, ან ამ შემთხვევაში ისი ოჯახის წევრი და თვითონაც ძალიან ახლოს იყო ამ ვითარების, ასე თქვა, დაკვირვებასთან, აცხადებს ერთ რამეს, რომ ეს ომი ფაქტობრივად მოხდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც წესით არ უნდა ყოფილიყო ასეთი მასშტაბის ომის გაჩაღების, ასე თქვა, ობიექტური მოცემულობა. მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები პერმანენტულად ამა თუ იმ, ასე თქვა, ვითარებაში ხდებოდა. და შემდეგი აი ეს ხაზგასმით გაზდებს კიდე ყველას ამ მონათხრობში, რომ დარჩათ შტაბეჭდილება, რომ ომს უნდა გარკვეული ერთგვარი მასშტაბური მსხვერპლი გამოეწვია, რომ ამით, ასე თქვათ, ომის მასშტაბი და ამ ომის, ასე თქვათ, უფრო შორსმიმავალი გეგმა განხორციელებულიყო. რომ ეს, ასე თქვათ, რაღაცა ახალ, ასე თქვათ, ეტაპზე აყვანილიყო საქართველოს რუსეთს შორის დაპირისპირება, რომელიც ისეთ შეუქცევად დაპირისპირების სახეს მიიღებდა, რომ სამშვიდობო რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, პერსპექტივა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა ძირშივე გამორიცხულიყო. თქვენ ხრჩებათ ესეთ მე ხლა ამას რასაც ვამბობ იმ ნასაუბრებიდან, რასაც აი ეკრანზე ხალხი საუბრობდა, ან აქ დაბარებული ადამიანები საუბრობდნენ. აი ბატონო ირაკლი რა ბოდიშის მოხდით აი შეიძლება რაღაცა მე ხა ხომ გესმით არ ვარ რა მიჩვეულია ამგვარ ბრიფინგებს და ასე შემდეგ და შესაძლებელია ცოტა ვღელავდე რა რა თქმა უნდა ბუნებრივია ხო და გამომჩა რა მხედველობიდან ყველა ხიდი აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში აბსოლუტურად ყველა ურთიერთობის ხიდის სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა მთლიანად იკრძალებოდა. აი მაგალითად საბჭოთა კავშირის პერიოდში ხო იკრძალებოდა მაგალითად საბჭოეთის გარეთ რაღაცა კომუნიკაციები თურქეთში ან თურქეთის მხარეს ან სხვადასხვა ხო იკრძალებოდა ეგ არა? ნუ რაღაცა გარკვეული ის იყო რა ფილტრი. აი ასე აკეთებდნენ ცხინვალში და სამაჩაბლოშიც. სახალხო დიპლომატიას უშლიდნენ ხელს. წვავდნენ ყველა ხიდებს აბსოლუტურად. უნდათ რომ ყველა ქართველი, ეთნიკურად ქართველი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოსულიყო იქიდან იმ პროვოკაციების ხაზზე, რომ შემდეგ ამაზე მერე მოყვებოდა აღიარება ამ ორი ჩვენი ეს ერთი ძვირფასი საქართველოს შემადგენელი ნაწილის მოყვებოდა აღიარება და შემდეგ იტყოდა რომ ნუ რა ვქნათ ახლა ამ ხელა ესე იგი რუსეთის ფედერაციას ჩვენ ომს ვერ მოუღებთ და ეს დანარჩენი ტერიტორიები რაც იქნება დარჩენილი აი ამ ტერიტორიებიც მაინც შევიდეს კონკრეტულ ალიანსებში აი ასეთი მიდრეკი და ბევრი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დღეს სოციალურ ქსელებში წერს რომ ჩვენ გვირჩევნია ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყოთ გარეშე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეს ხო ასე არ შეიძლება ეს ძალიან ცუდი ის არის რა აზროვნება და არასახელმწიფოები და არაკართული და არაადამიანური რა
სპეციალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ აი ეს ორი საქართველოს ესე იგი განუყოფელი ნაწილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი დაეკარგათ და ასევე კოდორზეც მაქვს სხვათა შორის ძალიან ესე იგი დიდი გულისტკივილი, ეს მოკლედ რაღაცა იყო ამაზე საუბარი და მე უსმინეთ მე კომისიის იმას. თქვენ საზღვარს იცავთ და რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად ტკივათ და გასაგებია. ბატონო ფრიდონ, სანამ ბატონი სოზარი გკითხავთ, თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ თვითონვე როცა სავალდებულო სამსახურს გადიოდით, იქ როგორც ჯარისკაცი, თქვენ და თქვენი კოლეგები განიცდიდით სერიოზულ ზეწოლასა და შეურაცხყოფას, მათ შორის ახსენეთ ირაკლი ოქრუაშვილი. თქვენ პირადად რა ტიპის შეურაცხყოფა მოგაყენათ ვინმე მაშინ, როცა სრულიად ახალგაზრდა სავალდებულო სამსახურს გადიოდით? ну, ესე იგი, მოკლედ, ისეთი სიტუაცია იყო, იქ რაღაც სხვანაირი ის იყო რა. ეს რომელი წელია? 2005-6 წლები. დიახ. აი ეს წლებია, იმიტომ რომ მე ვიყავი 2005 წლის თებერვლის პრიზივი. ანუ ეგრეთ წოდებული გაწვევა რა. გაწვევა კი. გაწვევა, მკაცრავად. ხო და მოკლედ ესე იგი, ну, ეს ვარჯიშები და ეს რაღაცა არავის არ გააკვირვებ რა 18 წლის ბიჭი კიდეც ირბენს, კიდეც ყველაფერი არ არის. ამაზე საუბარი და ეს მაგრამ ეს ზედმეტი ის რაღაცნაირი ესე იგი წნეხი და ეს როგორც მე ვითომ გვიმარტავდნენ, რომ ეს იყო გამოწმებდნენ თითქოს და ეს იყო ფსიქოლოგიური გამძლეობის ის რა რაღაცა ტესტი ეთქვარი. არა და ხა როგორ შეიძლება მაგალითად მოვიდეს სიტყვაზე ვიზახი ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი სამხედრო ნაწილში და დადგეს და თორალმა დედა აგინოს ჯარს. ჩვენ გვაქვს ვიდეო კადრები, დიახ, რომელიც დასკვნას დაერთვება, სადაც სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი შესულია ერთ-ერთ საჯარისო ნაწილში და მანქანიდან გადმოყოფს თავს და ჯარისკაცებს აგინებს და ეუბნება, რომ თქვენ უნდა მოიგოთ ომიო. აი ეს გამახსენდა ახლა თქვენ რასაც ხვდებით. დიახ, აი მე მაშინ რატომ გაგინებდათ ოქრუაშვილი? რას აშავებდით? არაფერს არ ვაშავებდით, ჩვენ სამშობლოს ვემსახურებოდით, სამსახურს ვასრულებდით, ჩვენ პოსტებს ვიცავდით, სხვათა შორის ესე იგი და ჩვენ ჩემი დროის ესე იგი 90-იანები გამოვლილი ის ვიყავით რა კონტინგენტი. წარმოიდგინეთ ხმელაპურზე და ჭადზე გაზდილები რაც ჩვენ რა გაგვიკვირდებოდა, ან შიმშილი გაგვიკვირდებოდა, ან უშუქობა, ან სიცივე, არაფერი, ან გაზკურა თუ ან ნედლი შეშის პეჩი მაგალითად, მაგრამ არაფერი ჩვენ ვიყავით ესე ეგრეთ წოდებული აი გლები რა, რომ აი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვინდოდა უბრალოდ ხელშეწყობა. ჩვენ გვინდოდა ხელშეწყობა გვინდოდა ჩვენ გვინდოდა ესე მხარზე ხელის წარმორთმევა მიდით ბიჭებო თქვენ გვერდში ვართ. ხო, ფსიქოლოგიურად უნდა გაგეძლო რა ესეთი სიტუაცია, მე ჰაუტვახტი იყო. ახლა მაგალითად საკონტრაქტო სამსახურის მაშინ ჩვენ ხო სავალდებულო ვიყავით. საკონტრაქტო სამსახურის ერთ-ერთი ჯარისკაცი იმის გამო გაუშვეს ერთთვიან ჰაუტვახტში, რომ ექიმის ნებართვის გარეშე დალია ასპირინი. ეს კაციების ის არა შუშხუნა. წარმოიდგინე რა. გასაგებია. ერთი თვე იყო და ესეთი ის იყო რა ნიჩაბები და ის ეგრეთ წოდებული ეს მოსაწყობი ადგილი არც ერთი ფიფკითოვლი არ უნდა ყოფილიყო, უნდა გადაწმენდილი იყო და ესეთი რაღაც ფიზიკურადაც და მთელი ამბავები რა. მაშინ იყო იმ ჰაუტვახტის ეგრეთ წოდებული ესე უფროსი გვარი მახსოვს ბატონი კაკაშვილი. რომელიც იმენა წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა რა ესე როგორ ბატონო ფრიდონ, თქვენ ფიქრობთ რომ ასე სავალდებულო სამსახურში გაწვეულ მოდის ვიხდი, მაგრამ ასე ქვია პირტიტოელა ბიჭებს კი თავიდანვე ტეხდნენ რომ ასე ვთქვათ ბრძოლის უნარიანობა არ ქონოდათ სათანადო ამას ამბო? დიახ, არ ქონდათ და აი წარმოიდგინეთ მოვიდა კრწანისიდან ესე იგი ეს არა ქვია წარმომადგენელი სადღაც დაახლოებით 200 კაციან დანაყოფში რა დაცვის ასეულში. ხო და თუ ვინმეს გაქვთ სურვილიო საკონტრაქტო სამსახურის გაგრძელებისო
ნუ რაღაცა 1 თუ 2 თვე გქონდა დარჩენილი სავარდებულო სამსახურის დაწყება და 200 კაციდან მხოლოდ 2 კაცმა გამოვიჩინეთ ინიციატივა. მხოლოდ 2 კაცმა. წარმოიდგინე, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ უნდათ სპეციალურად კლავდნენ ქართულ სულს, სპეციალურად ებრძოდნენ ქართულ სულს, სპეციალურად ჩაგრავდნენ ქართველს, სპეციალურად აკეთებდნენ ამ ყველაფერს, რა იგე? ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული მიწა, ქართული სახელმწიფო არ უნდათ. ასაგები. ეს უკვე დღევანდელი გაწევიდან 50% არის ნებაყოფლობით. დიახ. დღევანდელი გაწევიდან. დიახ. ეს ძალიან დიდი ხო მაჩვენებს მაგრამ დღესაც არის რაღაცა ესეთი რა მაგათი მხრიდან ხელის შემშლელი პირობები რა აი მე მაგალითად ერთი ესეთი ის გავიგე ერთ-ერთი TikTok-ის სტრიმზე რომ ბიჭებო გოგოებო თუ ვინმეს ჯარში წასვლაო არ გინდათო და რაღაცა თავის არიდების ამბავშიო ჩვენო ესე იგი გირჩ ჯაფარიძემო გითხრა რომ მიიღეთ რაიმე სახის ნარკოტიკული ნივთიერება ან სპეციალური მოსაწევი რაღაცა ესეთი მარიხუანა თქვათ ეს მიიღეთ და მე რო შეგამოწმებენ სამედიცინო შემოწმებას ვერ გაივლით დაიბრაკებით და წახვალ სახშიო აი ამას აკეთებ შეგნებული წარმოიდგინე ისე მაგაში ბუდისტით გავუდან ისე მაგაში მე გეტყვით ერთ რამეს რა აი მაგას TikTok-ი კი არა ყოველ დღე აი ჩვენის ხალხი ვართ რომ აი თქვენთან რომ მოვიდეს ახლა და ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში რომ გითხრას რომ აი არაკაცობა გააკეთე რაც არ უნდა მოვიდეს ხო მაგას ხო ვერ გააკეთე თუ შინაგანად არა მაგრამ ნახეთ ისეთი ეგეთი სამხედრო ეგეთი ქვეყანას ეგეთი შვილი ვინც აი ნარკოტიკს კი არა რაღაცა სხვას მოიგონებს რომ საკუთარ ქვეყანას არ ემსახუროს ქვეყანას არ ჭირდება TikTok-ი კი არა ეგეთი იმას ყავდეს კაცო არ არის პრობლემა რაც არ უნდა გზა გასწავლოს ადამიანმა ნახე იმიტომ რომ მოდი ეხლა ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ საზოგადოება გვისმენს ხო ტყუილის უფლება ხო არ გვაქვს ცხადია ახლა იმიტომ არა ვართ ეხლა რაღაცები მოვყვეთ იმენ თავის სოდვები აქვთ იმდენი აქვს დამძიმებული რაზეა ლაპარაკი მაგრამ ჩვენ ხო ისინი არა ვართ ეხლა რა მოვიდეს ეხლა და მე გეტყვით და ჩვენ შვილებს და ვიღაცამ რო უთხრას რომ ეხლა თქვენ აი ეს გააკეთეთ ახო ხალხი ვართ შვილები ყოს მომავალი და ქვეყანა და უთხრას რომ მოდი ეხლა გასწავლი გზას როგორ არ უნდა იმსახურო ქვეყანას მაგის გამო შეიძლება კაც ხელი დაარტყას ამან არ დაუჯეროს რა რაც უნდა ისქნას კაცო ყოველ დღე გამოვიდეს და თქვას რა პრობლემაა მაგან იქაც ჩაიხადა და რა ეხლა შარვალო ჩაიხადა დადგა ქართველი ერი და რა ისქნა ყველას თავის გზა აქვს ამიტომ ეგ პრობლემა არ არის ჩვენ იმიტომ ვარ თავარია რომ საზოგადოება ბრძენია ნახეთ თავარია ადამიანებს ინფორმაცია ქონდეს რა როგორ არის თორე თვითონ გამოიტანს დასკვნას თორე მაგით ეხლა TikTok-ი კი არა კაცო ყოველ დღე რო ვიდეო გადაიღოს რაც უნდა ისქნას ადამიანს ვინც ეძებს გზას როგორ არიდოს თავ იმას რომ ქვეყანას ემსახუროს ის ქვეყანა რა სამშობლო უნდა დაიცვას ეგ არის ჩვეულებრივი უღირსობა და უღირსმა ადამიანმა რა სამშობლო უნდა დაიცვას ხო მაგრამ უღირსობა არ ჭირდება არაფერში მე ვფიქრობ პატიცებულო რომ ესე იგი 18 წლის და 17 წლის ესე იგი მოზარდი შეიძლება შეცდეს და შემდეგ მე პატრონ ფრიდონს ვეთანხმებ არ უნდა უბიძგო ახალგაზრდას რომ უღირსად ჩამოყალიბდეს ამიტომ მოწყვლადი ჯგუფია რა ეს თქვენ კი გეთანხმებით თქვენ რაც თქვით TikTok-თან დაკავშირებით ამის წარმოდგენას, მოძებნას და წარმოდგენას შეძლებთ, როგორც ჩანს, ჩემზე მეტად ხართ ამ მედია საშუალებაში გათვითცნობიერებული. არა, ერთი ხო Facebook-ზე და ეს საუბრობდა რა, ხო მე ხო და მოძებნით შეეცადეთ. რომ მოძებნი აუცილებლად მოძებნეთ და იქნებ წარმოგვიდგინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ასევე მუშაობთ მათ განგრძობად მავნებლურ ქცევებზე. კი ბატონო აუცილებლად. კი, მავნებლურ განგრძობად ქცევებზეც მუშაობთ, რაც დასკვნაში უნდა აისახოს, ამიტომ იქნებ ბატონი სოზარი და შემდეგ მანიშნეთ თუ არის კითხვები, რომ უკვე დავიწყოთ სხდომის ამოწურვისკენ წასვლა. ბატონი სოზარი. ბატონო, დიდი მადლობა თქვენს ოჯახს ფრიდონ ბატონ ფრიდონ დიდი მადლობა თქვენს ოჯახს გმირის გაზრდისთვის ყველა იმ გმირების ოჯახებს შეიძლება ყველა გმირი უბრალოდ ვინც იბრძოლა რა ყველა გმირია მიუხედავად იმისა თუ რა
დონის საბრძოლო მოქმედებებში მოუწია მონაწილეობის მიღება, მაგრამ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, როცა შინდისელ გმირებზე ვლაპარაკობთ, ეს არის სამშობლოსადმის თავდადების, ერთმანეთისადმი ერთგულების, მხედრული მამაცობის, ერთმანეთისთვის თავგანწირვის, ერთმანეთის არმიტოების საოცარი მაგალითი, ისეთი მაგალითი, რომელთაც სავსეა ჩვენი ისტორია და რომელიც მეორდება დღესაც. სამწუხაროდ ჩვენი ისტორია ასევე სავსეა ღალატის მაგალითებით და წეგა რაც ახსენეთ, მოწიეთ და ჯარში არ წაგიყვანენ, ეგეც ღალატის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ეხაც ღალატის მომში გარდა ამ გმირობის ბევრი მაგალითის არის უთავბოლობის, არაკომპეტენტურობის, ზერელეობისა და ზედაპირულობის არაერთი მაგალითი სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან და რაც ყველაზე საოცარია სამოქალაქო ზედამხედველობის მხრიდან, რომელთა მოთხოვნები წინ იდგა სამხედრო ხელმძღვანელების გეგმებზე და მათ ამოცანებზე. ეს აღიარეს სხვათა შორის ჩვენთან მოწვეულმა გამოსაკითხად მოწვეულმა გენერლებმა ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა. ზოგჯერ იძულებული იყვნენ პირდაპირ ეღიარებინათ, რომ ეს ხო კატასტროფული შეცდომები და დანაშაულები. ზოგჯერ ცდილობდნენ არ ეღიარებინათ, მაგრამ სიტყვებს შორის გამოსჩვიოდა, რომ ისინი ამას უყურებდნენ როგორც ღალატს. მათი დანაშაულის ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვის დანაშაულზე, როდესაც აკეთებდნენ მითითებას, აქ ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა. თქვენ წეგან ყვებოდით უმძიმეს ისტორიას, რომ რუსთაველზე აქ იყო ზეიმი, როდესაც შინდისელი გმირები და არაერთი სხვა გმირი აგვისტოს პაპანაკებაში მათი ცხედრები მზეზე იყო დატოვებული და აგვისტოს პაპანაკებაში რა ვიცი არ მინდა ეს სიტყვები ვიხმარო, ამ შემთხვევაში მიცვალებული სულთნას ცხედარს რაც ემართება. და ამ დროს რას აკეთებდნენ ჩვენი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ზუსტად აი ამ დღეებში და ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად, აი ზუსტად როდესაც შინდისელი გმირების ცხედრები გზაზე იყო, როდესაც ომის ეკო ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი მრავალმილიონიან ოქროს ნივთებს ყიდულობდა და ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული. ზუსტად ამ დღეებში მაშინ რა თანამდებობა ეკავა აღარ მახსოვს, მაგრამ მოგვიანებით იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბათო ქუთელია ყიდულობდა მიწებს ტაბახმელასა და კოჯორში მიწებს, რომლებსაც მოგვიანებით იცოდნენ, რომ ძალიან დიდი ფასი დაედებოდა. და ამ დროს გმირები იყვნენ მიტოვებული იქ. 5 დღიანი ომი დაერქვა ამ ომს პიარულად, მაგრამ სინამდვილეში ეს ხო 3 დღეს არ გაგრძელდა, 2 დღე ნახევარში სააკაშვილმა ხელი მოაწერა, ფაქტიურად კაპიტულაციას, ომის ცალფრივად შეწყვეტას და ამის შემდეგ გამართეს ზეიმი რუსთაველზე. კიდევ გავიმეორებ იმ დროს, როდესაც ერთადერთი ჩვენი ეკლესია, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე და მასთან ერთად დგომის სამღვდელოება ზრუნავდა როგორც ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაზე, ისე ტყვეების გადმოხსნაზე. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ეს კითხვები გაქვთ თქვენ, ეს კითხვები არსებობს და ეს არის კითხვები, რომელთაზეც პასუხები მოძებნა არის აუცილებელი და ვფიქრობ, რომ ჩვენი კომისია ამაში გარკვეულ წვლილს შეიტანს. იმასაც ვფიქრობ, რომ თქვენ რომ მოგისმენენ, შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტოს კიდევ მოვიდეს ჩვენთან, შეიძლება უკვე დროს იწურება ამის დროს არ გქონდეს, მაგრამ თუნდაც წერილობით რომ მოგვაწოდონ ის ინფორმაცია რაც აქვს, ის კითხვები რაც აქვს, იქნება ძალიან დიდი ღვაწლი სამშობლოს წინაშე, ჩვენი ისტორიის წინაშე, რომ ისტორიამ სწორად შეაფასოს გმირების თავდადებას და ის ღალატი და არაკომპეტენტურობაც, როდესაც იჩენდნენ ქვეყნის ხელმძღვანელები მართლა აი ეს რომ იმ დღეებში, ყველაზე ცხელ დღეებში თავდაცვის მინისტრი იცლიდა ოქროს რაღაც სამკაულების საყიდლად, ყველაფერს ხასუსობს და ყველაფერს ნათელს ფენს. ადამიანი, რომელიც დღესაც მავნებლობს ქვეყნის გარედან და ადამიანი, რომელიც დღესაც ცდილობს ქვეყანაში არეულობის მოწყობას და დაფინანსებას. თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბატონო ფრიდონ, სანამ დაგემშვიდობებით, სუფრის ეპიზოდზე გკითხავთ. ესე იგი, სწორად მოვინიშნე, რომ შინდისელი გმირების ოჯახებს სააკაშვილმა 2009 წელს დაგიძახათ და მოგიწყოთ გარკვეული სუფრა,
რაშიც ცუდი როგორც ასეთი რა ცუდი საქციელი ჩაუდენიაო არაფერი ამაში არ არის, მაგრამ თქვენთვის და თქვენი კონკრეტულად თქვენი ოჯახისთვის და თქვენთვის ეს იყო მასთან და ხელისუფლებასთან თქვენი ძმის მიერ გმირობის ჩადენის შემდეგ ერთადერთი კომუნიკაცია. ასეა, სწორად მოვინიშნე. მაგრამ ეხა როგორც ასეთი მხოლოდ შინდისის გმირების ოჯახებს ვერ გამოვყოფთ, იმიტომ რომ შესაძლოა მაგალითად სხვადასხვა გმირებიც იყვნენ რა, საერთო ჯამში ფართო იყო მიწვეული საზოგადოება, მაგრამ ამას არ გეკითხებით. უფრო ფართო იყო ის წვეული. თქვენ კონკრეტულად თქვენს ოჯახს, ზოიძეებს, გმირის ოჯახს ეს ერთადერთი კომუნიკაცია გქონდათ მთავარსარდალთან და ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებთან. სხვა კომუნიკაცია არ გქონიათ. სხვა მე პირადად არაფერი და ხა. თქვენს მშობლებს? ჩემს მშობლებს არ ვიცი. ზუსტად სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ მე ხო ვიცი ნახევარი არა ვარ სახში და საზღვარზე ხარ. შეიძლება რაღაცა გარკვეული ის სააკაშვილთან ქონოდათ კომუნიკაცია ისე რომ თქვენ არ გწოდნოდათ? ნუ ახლა იყო რაღაცა მე თუ არ სწორად მახსოვს რაღაც თხოვნით იყო მიმართვა ჩემი ოჯახის მიმართ თვითონ პრეზიდენტის აპარატისადმი წერილობითი მიმართვა წერილობითი იყო თუ პირადი რაღაც შეხვედრა იყო არ ვიცი ზუსტად მაგრამ მაშინ ასე რომ ვთქვათ რომ ჩვენ ხომ ფაქტებზე დაფუძნებულად გვინდა რომ იმსჯელოთ დასკვნას როცა შევადგენთ დღეს თქვენ გმირის ძმას გაქვთ კომუნიკაციის დეფიციტის განცდა წინა ხელისუფლების პირობებში რომ სათანადოდ არ დაგელაპარაკნენ სათანადოდ არ აგიხსნეს რა და რატომ მოხდა ეს დეფიციტი სწორად ვამბობ დეფიციტი ეს უფრო პატარა სიტყვა პატარა სიტყვა უფრო რაღაცა სერიოზული ის იყო რა ანუ ჩვენ გვაინტერესებს ყველას აბსოლუტურად და ჩვენ ხომ ვიკრიბებით ესე იგი 11 აგვისტოს საღდგომოთ მუხათგვერდში შინდესში ხო და ჩვენ გვაქვს ერთი ტრანსპორტით გადავაადგილებით ეს ოჯახები და გვაქვს ესე იგი მაგრამ ეხლა სამწუხაროდ აი ზოგიერთი წარმომადგენელი ოჯახის ამდენადაც მე ჩემს ყურს რაღაცა რო ესმის 2-3 სიტყვა ეგრევე ხვდები მე აი რაღაცა ნაცური ნარატივი რო აქვს შეპარებული აი და რა ტელევიზიაზეა მიჯაჭული რა და იმასაც ხვდები რომ აი სწორად რო აზროვნებს და ფიქრობს ადამიანი და სახელმწიფოებრივად და თავისი შვილი რო ერთად ეწოდება ხო ყველას და ჯარისკაცი და ოჯახის წევრი მაგრამ აი რაღაცა სხვა მიმართულებით რომ მიყავს საუბარი და რაღაცნაირად ეს მაგრამ ეს მისი უფლებაა ბატონო ფრიდონ რომ გმირის ოჯახის წევრია და შეიძლება არ აინტერესებდეს მაგრამ ძალიან ქართული ოჯახი არსებობს ანუ გმირთა ოჯახი რომლებიც გარკვეულ შეკითხვებს წესით და რიგით უნდა სვამდნენ ამ წინა ხელისუფლების ეს არ უნდა გვიკვირდეს რასაც თქვენ ამბობთ რომ ზოგიერთი დაღუპულის ოჯახის წევრი სააკაშვილის პოზიციებზე იდგეს, ეს არ უნდა გვიკვირდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი გამონაკლისები რა, ანუ ყველა რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ არ უნდა გვიკვირდეს, იმიტომ რომ ჩვენ იმ ძალის ქმედებებს ვიკვლევთ ეს კომისია, რომელსაც აქვს შეუდარებელი უნარი, რომ შავი გაასაღოს თეთრად, თეთრი გაასაღოს შავად. და იმ უბედურებაში აღმოჩენილ ადამიანს, როგორიც არის გმირის შვილი, გმირის დედა, გმირის მამა, გმირის ოჯახი წევრი მეუღლე. აქციოს თავისი პროპაგანდის მსხვერპლად და მას აფიქრებინოს ის რაც სიმართლე არ არის და როგორც ბატონმა ალუდამ დაამატა და ეს აკეთოს ისე რომ არც კი შერცხვეს. ამიტომ ჩვენ მათზე ასე ვთქვათ გადავიტანთ აქცენტს. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ მავნებლურ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც არ აიცილა აგვისტოს ომი თავიდან, რომელმაც არც კი იკადრა და არ გადმოასვენა ცხედრები და თქვენ ამბობთ გაუგონარ ამბავს, რაც საზოგადოებამ და ჩვენ ვიცოდით, მაგრამ თქვენგან მონაყოლს სხვა ტრაგიზმი და ფასი აქვს, რომ თქვენ როდესაც მიხვედით თბილისში ერთ-ერთ პროჟექტურაში და გქონდათ იმედი რომ თქვენი ძმის ცხედარს ამოიცნობდით კბილებით. დიახ. აღმოაჩინეთ რომ ეს არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ცხედარი არის
გახსნილი მატლები მისმა სულმა მატლები ესეთი მატლები და თქვენ სუხდი პირველ რიგში ბოდიშს რომ ამას ხმამაღლა კიდევ ერთხელ ყვები და ცხედარს შესეული აქვს მატლები დიახ და ვერ ამოიცანით ისე რომ ეს რესპირატორი მეკეთა მოკლედ და კიდევ შეუძლებელი იყო მოკლედ სუნთქვა და ამის პარალელურად როცა თქვენი ძმის ამგვარ ცხედარს აკვირდებით პროჟექტურაში სააკაშვილი უმაღლესი მთავარსარდალი ზეიმობს გამარჯვებას ომში და არ აინტერესებს თქვენი ქრით ხართ დაკავებული სწორად გავიგე რაც თქვენ გვიამბეთ დიახ რა თქმა უნდა სწორად გაიგეთ არა მხოლოდ ზეიმობს არამედ დადის რაღაც გარკვეულ ვოიაჟებში და 35-დან 40-მდე საქართველოს სტრატეგიული ობიექტებს აფორმებს ისევ იმ ხალხზე და იმ ძალაზე რომელსაც თითქოს და ბჭყალებში ებრძოდა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში. თქვენ მიანიშნებთ იმ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე რუსეთზე, რომელიც სააკაშვილმა ჩაიგდო. რუსეთის ფედერაციის ბიზნესმენები და ეს ფაქტია. სახელმწიფო იმაზე, ხო, დიახ. ხო, და ვინით ხდება და ახლა უნდა გავყიდოთ ჩვენი ყვინო და ეხლა როცა მაგალითად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით ჭრილში სახელმწიფოებრივი მიდგომა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მშვიდობის თვალსაზრისით და კიდევ სხვადასხვა მრავალმხრივი სიტუაციიდან გამომდინარე, ეხლა თურმე აი ეს ნიშნავს ანტიდასავლურ პოლიტიკას. ბატონო ფრიდონ, მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის და ჩემ პირად პოზიციას გეტყვით, რომ თქვენ მიერ კომისიისადმი მომართვა, თქვენი აქ მობრძანება, აი იმ ყველაფრის თქმა, რაც თქვით, სამწუხაროდ ჯერ კიდევ გარკვეული ტიპის მამაცობაა. იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს ისე როგორც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ეშინია ბულინგის, ეშინია ზეწოლის, ეშინია შეურაცხყოფის და არ უნდა უბრალოდ აქეთკენ გახედვა, რასაც ვერ გამყვნებ. უბრალოდ ჩემი მესენჯერის სპამები რო გახსნა, ხო? წარმოუდგენელი ამბავი ხდება იქ. ამიტომ ვამბობ. ხო, მაგრამ მე ამ ადამიანებს სერიოზულად არ აღვიქვავ და როგორც ჩემთვის პირადად რაღაცა საქათმეში ინდაურების ის არის, ხო? კრიახი ესეთი გაბმული, ანალოგიურად მივიჩნევ და საერთოდ არც მეშინია მაგათი და არც მაინტერესებს მაგათი. ამიტომ უსვამ ხაზს თქვენს გაბედულებას, რომ მობრძანეთ, იმიტომ რომ ომში ყველა დაღუპულის, სააკაშვილის წამების შედეგად დაღუპულის და მით უმეტეს გმირის ღირსება იმსახურებს იმას, რომ მათმა ოჯახის წევრებმა, ცოცხლებმა საკუთარ თავში იპოვონ ძალა, მოვიდნენ და კომისიის წინაშე თავიანთი გმირის, თავიანთი გარდაცვლილის სახელი კიდევ ერთხელ ახსენონ და კომისიას უთხრან იმის შესახებ, რაც მათ იციან. ჩვენ გვარებს ვერ ვიტყვი დღეს მე, მაგრამ კომისიის წევრებმა იციან, არის არაერთი მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის, რომელიც თვითონ ვეღარ ილაპარაკებს, იმიტომ რომ გაუგონარ პირობებში მოკლეს, დაღუპეს, გააუბედურეს, აღარ არის ცოცხალი. მაგრამ მისი შთამომავლები თავს იკავებენ კომისიასთან ურთიერთობისგან. ჩემთვის ეს გასაგებია, მაგრამ მინდა რომ სხვანაირად იყოს. ამიტომ კიდევ მეტად ვაფასებ თქვენს დღეს აქ მობრძანებას. დიდი მადლობა და როგორც ბატონმა სუზანმა თქვა, იმედი მაქვს რომ სხვებიც მოგბაძავენ, იმიტომ რომ როგორ ექცეოდნენ ჯარს, როგორ ექცეოდნენ გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს, როგორ ექცეოდნენ საკუთარ გმირებს, ეს ჩვენ აუცილებლად უნდა ავსახოთ დასკვნაში და იმედი მაქვს რომ სხვებიც მოგბაძავენ და ბატონი იუჩა მათ შორის მადლობა მას რომ გამოუთქვამს ინიციატივა, ჩვენ მას დავუკავშირდებით და იმედი გვაქვს რომ მომავალ კვირაში ჩაგვერთვება. თუ შეიძლება საბოლოოდ ესეთი ის მაგ მცირე სიტყვა მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთავრობას, ყველაფრისთვის, მშვიდობისთვის და მე მინდა მივმართო თხოვნით თლიანობაში ქართული ოცნების გუნდს და ასე შემდეგ. საქართველოს იყოს უპირველეს ყოვლისა და ძალიან მალე დაგვიბრუნდეს სამაჩაბლო აფხაზეთი და კოდორშიც მინდა რომ ავიდე და დავათვალიერო ჩემი
ბრილიანტივით ლამაზი და საყვარელი საქართველო. აბსოლუტურად. აი ამისთვის მინდა რომ ყველა ესე იგი ნომერ პირველი პრიორიტეტი იყოს საქართველოს გამთლიანება. იმიტომ რომ გამთლიანებულ საქართველოს ერთმუშტად კონსოლიდირებულ ეს ქართველებს აუცილებლად სულ რაღაც იქვე ეგრევე იმ წამსვე ელის გაბრწყინება. ამინ. მადლობა, ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს და ყველა მესაზღვრეს თქვენი სახით მივესალმებით კომისია და მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს საზღვრის სათანადო დაცვისთვის და მთელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას. მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის. დაგემშვიდობებით ნახვამდის. ჩვენ ასე გვაქვს სურვილი რომ ვერ ვაცილებთ ხოლმე აქ მოსულ პირებს, მაგრამ თქვენ ხართ გამონაკლისი, იმიტომ რომ ხართ გმირის ძმა და ჩვენ გვინდა რომ გაგაცილოთ და ფეხზე ადგომით ამ ფორმით პატივი მივაგოთ იმ 17 შინდისელს და ყველა გმირს, ვინც დაიღუპა ქვეყნისთვის. დიდი მადლობა, ხდომა დახურულია, გთხოვთ გამორთოთ ეთერი.